ზაგორსკის სასულიერო სემინარია და აკადემია, ეს იყო საბჭოთა წითელი სამღვდელოების მოსამზადებელი ცენტრი, სადაც ადამიანები იყვნენ იდეოლოგიზებული, რეალურად არ იყო ქრისტოცენტრული მდგენელი, სინამდვილეში რა თქმა უნდა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ანუ ეგრეთ წოდებული სუკი განაგებდა საკადრო პოლიტიკას, ეს იყო ტოტალური კონტროლის ერთგვარი მექანიზმი. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, სწორედ 1952 წელს მიენიჭა აგენტურული სახელი ივერიელი. ეს დაკავშირებული იყო მის დოსიესთან და ბიოგრაფიასთან, როცა კი მან სადიპლომო ნაშრომის წარდგენების შედეგად ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიიღო და ამ ნაშრომის სახელწოდება გახლდათ შემდეგი: ივერიის ათონის მონასტერი და მისი ისტორია. აი, აქედან გამომდინარე, ეს სახელდება მიენიჭა ზედმეტ სახელად კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მაშინდელ ირაკლის შიოლაშვილს, რომელიც სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ 1957 წელს აკურთხა და ბერად აღკვეცა უпростоრად ალექსანდრე ნეველის თბილისის რუსულ ეკლესიაში მიტროპოლიტმა ზინობი მაჟუგამ, ის იყო თეთრის წყაროს ადმინისტრატორი, ეპარქიის მმართველი ნომინალურად, თუმცა თბილისში იყო მისი რეზიდენცია და პრაქტიკულად იგი გახლდათ მთავარი კურატორი ქართველთა სივრცეში, სადაც საკადრო პოლიტიკას განაგებდა ის ერთპიროვნულად და ის იყო რუსეთის ემისარი და რეზიდენტი საქართველოში და თუ კი ვინმე ნორჩი აქტივისტი გამოჩნდებოდა, რომელსაც ჰქონდა სიბეჯითი და წარჩინებული უნარჩვევები საეკლესიო სისტემაში, რა თქმა უნდა, ხდებოდა მისი მეშვეობით ამ ადამიანების აღზევება, დაწინაურება, გადაბირება და სხვადასხვა დავალებების გაცემა. კონტროლის ტენდენცია შეინიშნებოდა ზოგადად საბჭოთა კავშირის სრული მასშტაბით, 15-ვე რესპუბლიკის მართლმადიდებლური თემი იყო ამაში ჩართული. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ოდესის მიტროპოლიტის აგაფანგელის განცხადება, რომელმაც ბოლო წლებში ღრმად მოხუცებულობის ასაკში, რომელიც ამავდროულად იყო სხვათა შორის ირაკლი შიოლაშვილის თანაჯგუფელი, გაიხსენა და აღიარა, რომ იგი იყო დავერბოვკებული საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ და ის თანამშრომლობდა კგბ-სთან. ამავდროულად იგივე ფილარეტ დენისენკომ, რომელიც იყო უკრაინის ეკლესიის პატრიარქი და დღესაც საპატიო სტატუსი აქვს მას ამ კუთხით, მანაც შეინანა და ღიად, საჯაროდ და გამჭვირვალედ გაიხსენა ის პერიპეტიები და რეალიები, რომელიც დაკავშირებული იყო საბჭოთა კგბ-ს გავლენასთან და მან აღიარა თანამშრომლობა და მოიბოდიშა ამისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსიის ეკლესიის წინა მმართველთანაც ესეთი პიროვნება ბრძანდებოდა ფილარეტი მიტროპოლიტი, რომელიც იყო ჯგუფელი ილია მეორესი ამავდროულად. ეს ერთი პლიადაა სხვათა შორის, და ყველა მათგანი სინანულს გამოხატავს. ყველა აღიარებს, რომ იძულებით უწევდათ თანამშრომლობა. კათოლიკოს პატრიარქ ილიას შემთხვევაში პრაქტიკულად მან საკუთარი თავის ნარცისული კუთხით თვით საკრალიზება და იდეალიზება მოახდინა და არც ერთხელ მან არ აღიარა, რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ პრეცედენტიც კი არ არსებობდა, რომ ეპისკოპოსი ყოფილიყო სუვერენული და ამოუკიდებელი და თუ კი ვინმე ამას მოინდომებდა, იგი მოწამეობრივ აღსასრულზე მიდიოდა და პრინციპში ეს იყო მათი მართკვეთელობის გამოხატულება და მათი ორგანული ვალდებულებაც კი ილია მეორეს ეს არასდროს არ უღიარებია.